ბატონი ილია თქვენ გსურთ და შემდეგ დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა ქალბატონო ია. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეში თითქოს პირველი წუთიდან ყველაფერი ნათელი იყო, ბაშალეიშვილის დაპატიმრება და საბოლოოდ ბიჭებზე ვარის ეს დევნის შეწყვეტა მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც თითქმის 6 თვის მერე პირველი მოხსენება მქონდა საქართველოს პარლამენტში, სადაც ხიად ვილაპარაკე ამ ფაქტებზე. რაც ქალბატონმა თეამ თქვა, რომ თითქოს პოლიციის იმიჯის გადარჩენისთვის მოხდა გაყალბება. ზუსტად ამ პერიოდს ემთხვევა ბუზარო ბაქიძის მკვლელობიდან ძალიან მალე ანტიმონოპოლიური სამსახურის მოთხოვნით ტელევიზიებიდან მოხსნეს რეკლამა, აკრძალეს რეკლამის გაშვება, წამების საწინააღმდეგო რეკლამა. ეს იყო ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის მიერ დამზადებული ვიდეო რგოლები, სადაც ლაპარაკი იყო, რომ წამება არის ცუდი უბრალოდ და თითქოს ეს პოლიციის იმიჯის შელახვას ემსახურებოდა, ასე ტოტალური კონტროლი იყო ყველაფერზე ამის თქმა მინდოდა ამასთან დაკავშირებით ასევე. დიახ, ნამდვილად თქვენი დიდი ძალისხმევით მოხდა ამბავშვების გამოშვება და ამას დღემდე არ ივიწყებენ და მადლობას გიხდია ნამდვილად. ბატონო თენგის. პირველი ცხოვრისა მადლობა მინდა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. ვიცი რაც რთულია, რაოდენ რთულია ამის ხელახლა კიდე გახსენება მით უმეტეს საჯაროდ. ბაშალეიშვილზე მინდა კითხოთ, რა თქმა უნდა ეს მასალებში არის და მაგრამ საზოგადოება უსწრებს ამას. თქვენ აღნიშნეთ რომ სააკაშვილმა ის გამოუშვა, რა ფორმით გამოუშვა, შეიწყალა თუ რაღაცა სხვა ფორმა იქნება მოხდა. ესე იგი ბაშალეიშვილი მე გეტყვით რატომ მჭირდება ეს? დიახ, ესე იგი ბაშალეიშვილი როგორც ხსოვს, კი არ შეიწყალა ბაშალეიშვილი არ შეუწყალებია. რაღაცა 3 წელი მიუსაჯეს და მოიხადა. აი ესე იყო როგორც მახსოვს. შეწყალებით შეიწყალა 2 განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული პოლიციელი. რომელიც ბავშვებს სასტიკად ექცეოდა, ეს იყო გვარი წეღამ თქვი, ეს იყო ერთი იყო ლობჟანიძე და მეორე იყო მაიზერ ლიპარტელიანი. ეს ორნი იყვნენ განსაკუთრებული სასტიკად. ისინიც დაპატიმრებული იქნენ და შეიწყალა. კი, ისინი რატომ მინდოდა ქალბატონო თეა ეს შემდგომ გამეორდა ესეთი რამ უკვე გირგვლიანის საქმეში, როდესაც ის პირები, ვინც ამაში მონაწილეობდნენ, ჯერ გაასამართლეს, რომ ჩაეხშოთ თქვათ ან დაბალ დონეზე დაეწიათ ხალხის რეაქცია, ხოლო გარკვეული დროის გასვლის შემდეგ შეიწყალეს. ეს პატის სტილი იყო. თუნდაც ესეთი გასამართლების დროსაც კი მათაც მაინც ჰქონდათ გარანტიები იმისა, რომ ბოლომდე საჯარს არ მოიხდიდნენ. ამიტომ იყო ეს გაკეთებული. მადლობთ. კი ბატონო, ბატონი ილია, ბატონი ალუდა. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის კიდევ ერთხელ გახსენება. არა ეს ყველაფერი გვაჩვენებს იმ რეალობას, რომ ეს იყო სისტემა, რომელშიც ყველა იყო ჩართული. სისტემა, დიახ. ამაში ჩართული იყო როგორც ტელევიზია, ასევე სასწრაფო, სამედიცინო მიმართულებით. და ამ სისტემის შიშით ის პოლიციელებიც დანაშაულს ჩადიოდნენ, რომლებიც ამაში მოყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ იცოდნენ, რომ ეს დანაშაული იყო, ეს არასწორი იყო, კანონის საწინააღმდეგო იყო მათი ქმედებები, მათ უწევდათ ამ დანაშაულებების შესრულება შიშით ალბათ იმისთვის. და ეს აღიარებაც, რომელიც მოვისმინეთ, ეს ბაქრაძის აღიარების ერთ-ერთი ვიდეო მაქვს ნანახი, სადაც ის იძახის, რომ მე დავიცავი ამით ჩემი ოჯახიო, ჩემი შვილებიო, კი, ეს აღიარა, დანაშაული ჩაიდინა. და ამ დონეზე იყო ეს შიში დასჯის და ამ დასჯა რა ხერხებით მოხდებოდა დასჯა არავინ არ იცოდა და ცოცხლები გადარჩებოდნენ თუ არა ესეც. დიახ, აი მე მაპატიეთ ერთი ფაქტი გამახსენდა, რა თქმა უნდა საშინელი ზეწოლის ქვეშ ყავდათ სულ ყველა და საშინლად აშინებდნენ და მე ერთი ფაქტი დამავიწყდა, გარდა იმისა რომ ჩემთან ამოვარდნენ ამ მეებით, ნიღბებით და ჩადება უნდოდათ და ტელევიზიით როცა გამოაცხადეს რომ ბანდიტების ჯგუფიო დაკავებულიაო საბანდიტო საყაჩაღოთ მიდიოდნენ და ერთ-ერთი ბანდიტი ლიკვიდირებულიაო ბუტას მამიდამ დარეკა დონაძის იმაში ის იყო პრეს-ცენტრი თუ რაღაც აპარატში დიახ და უთხრა ესეთ ტყუილს რატო ავრცელებთ და ხალხს რატო ეუბნებით ესეთ რამესო აჰო ეხლა გაჩვენებ შენო თვითონ დონაძემ უთხრა
5 წუთში დაუწყეს ბრახუნი კარებზე, აუტეხეს, ეხა ნახავ რას გიზავთო და აუარდნენ, წარმოიდგინეთ და ეხა რო შენ დაგიჭერთო, იმას ნახავო. და უნდოდათ მამიდის დაჭერა, წარმოიდგინეთ და მეზობლებს გადაურეკა ამ ბუტას მამიდამ და თელი სამეზობლო გამოვარდა და ვეღარ მოახერხეს მისი წაყვანა და დაჭერა. აი რა დონეზე ბედავდნენ, წარმოიდგინეთ. გოჩამ უკმანიან საშინლად აშინებდნენ ოჯახით. ვის აღარ, რა თქმა უნდა, ეს იყო სისტემა შექმნილი, ეს რაღაცა ძალმომრეობაზე და ბოროტებაზე და აშინებდნენ, იმიტომ ვამბობ, რომ ის 160 ოჯახი იმიტომ იყო გაჩუმებული, რომ შვილები ყავდათ და უკვე ხედავდნენ ვისთან ჰქონდათ საქმე და ვერ ღარიღებდნენ ხმას. ნამდვილად ძალიან რთულია. რთულია რა თქმა უნდა და რო გეუნებიან მეორე შვილსაც მოგიკლავდა, ესე გიზავთ, რომ იცი რომ ამის გამკეთებლები არიან, ნამდვილად მესმის მათი მე, რომ ვერ ღარიღებდნენ ხმას, მაგრამ მე კიდე ერთს დავამატებ, რომ ბუტათი და სანდროთი დაიწყეს მათ ქვეყნის დაქცევა და ბუტათი და სანდროთი დამთავრდნენ ესენი. აი ეს მინდა უთხრა საზოგადოებას. კი ბატონო. და ის ტელევიზიები, რომლებიც ამას აშუქებდნენ და მე არ მომისმენია, რომ მათთან შემდეგ როცა დამთავრდა ეს გამოძიება, როცა ყველაფერი ნათელი გახდა, მათ ბოდიში მოეხადოთ იმ შეფასებებისთვის, რა შეფასებაც მისცეს ამ ბიჭებს, როცა მათ კრიმინალები და დაჯგუფება უწოდეს. თუმცა ისინი ზოგიერთი შეიძლება დღესაც მუშაობდნენ ტელევიზიაში. კი ბატონო, სამწუხაროა ეგ რომ სწორედ იმდროინდელი ბევრი ისევ განაგრძობს ტელევიზიებშიც და ჩვენ კარგად არა მარტო ტელევიზიებში და ჩვენ კარგად ვხედავთ რომ დღეს სწორედ უამრავი ტელევიზია აქვს თავიანთი, ყველა ფერი აბსოლუტურად ჩავზე თეთრ საჩვენებენ საზოგადოებას. მე მაგალითად არც ვrtav რა თქმა უნდა მაგა ტელევიზიებს, მაგრამ ვიღაცაც და ალბათ უყურებს და აი ამ ბავშვებსაც ურევენ ტვინს, რომ აბსოლუტურად სხვა საჩვენებენ. და მაშინ ტელევიზია კი არა, ტელეფონში ლაპარაკის ის არ ქონდა საშუალება. და დღეს კიდევ ერთ ფაქტს მინდა გაუშვა ხაზი, მაშინდელი ციხე რა იყო და დღევანდელი რა არის, რომ დღევანდელ ციხეში პატიმარს მისცეს საშუალება ციხის უფროსმა, რომ ფრანგული ასწავლოს ახალგაზრდებს იქ და საერთაშორისო დიპლომები აქვთ ამ ახალგაზრდებს, რომლებმაც 25-მა უკვე მიიღო, ჩამოვიდა განათლების სამინისტრო საფრანგეთიდან დაუკავშირდნენ, წარმოიდგინეთ პატიმრის წერილით და ჩამოვიდნენ აქ, ყველა პირობა შეასრულეს, რაც თვითონ ჭირდებოდათ და აქ ჩაუტარეს გამოცდები და 25-მა პატიმარმა საერთაშორისო საფრანგეთის დიპლომი აიღო და 15 ელოდება ისევ გამოცდას ახლა რომელიც ისევ აიღებს და ასევე თანამშრომლებმა ერთმა უკვე აიღო და სხვაებიც არიან მზად რომ ისწავლონ გაიარონ კურსი და ჩამოვიდნენ და განათლების საერთაშორისო დიპლომი მიიღო. აი რატო ამბობ ამას შედარება მაშინდელსა და დღევანდელს შორის და ეს ამ ბავშვების გასაგონათო. კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის, მადლობა გადაგიხადოთ იმ ბრძოლისთვის და იმ ენერგიისთვის და მაგალითისთვის, როგორი მაგალითიც აჩვენეთ. ბოლომდე იბრძოლეთ, ეს ყველას არ შეუძლია და ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში ვნახეთ ისეთი გაუბედურებული ოჯახები, ვინც ვერ შეძლო ესეთი ბრძოლა და კიდევ უფრო დიდ უბედურებაში გადავიდა. სხვათა შორის მე მადლობა, ჯანმრთელობას გისურვებთ და დიდი მადლობა და დავამატებ იმას კიდევ რომ ქალბატონი ირინა ენუქიძის ხმა მინდა ახსოვდეს ყველას. აი თუნდაც იმ ზრდასრულ ადამიანებს გარდა იმ ახალგაზრდებისა ვინც იქ დგას, კარგი ამ ბავშვებმა არ იცოდნენ პატარები იყვნენ. თქვენ როგორ დგეხართ, ნუ თუ ირინას ხმა არ გახსოვთ, ნუ თუ ამდენი ტრაგედიების ხმა არავისი გახსოვთ და აი ეს გამკვირვებია მათი იქ როგორ დგეხართ და ვისი მოყვანა გინდათ კიდევ და ერთადერთი იმასაც დავამატებ ეს გამომრჩა მოკლეს ქალბატონი ირინა როგორც ვიცი საფლავზე მოწამლეს, მოკლეს საფლავზე დააკლეს შვილს მამა ბატონი იური და ჩემი მოკლაც რომელიც ამაზე მაშინ იყო სხვათა შორის სახალხო დამცველი და მასალა დევს ამის ინტერნეტშიც და ყველგან თავის ანგარიშით შეიტანა ის რო იყო ვაიმე გვარი დამავიწყდა კაცი
სახალხო დამცველი, რომელსაც დაუკავშირდა ეს პატიმარი და ჩემი მოკლა რო ქონდა დავალებული და როგორ ესე იგი დამყვებოდა 3 დღეს ბიჭი ქუჩაში, მაგრამ ვერ ქნა ეს და მეც დამიკავშირდა რომ ესეთი ის დავალება ქონდა მიცემული რომ მაღაზიაში რო შევიდოდი, ვითომ ყაჩაღური თავდასხმით მეც უნდა მოვეკალი და ამის შემდეგ პირდებოდნენ რომ ნარკოტიკიც გექნება, ფულიც გექნება და ნუ ციხეში კარგად გვეყოლებიო. ესე ეუბნებოდნენ ამ პატიმარს. რაზედაც უარი განაცხადა და კიდე დაავალეს რომ იური ვაზაგაშვილის საქმეში ზურას წინააღმდეგ მოწმეთ ვიღაცა უნდა მოეძებნა. მაგრამ უარი თქვა და დაუკავშირდა სახალხო დამცველს მაშინდელს გვარი დამავიწყდა. არა, კაცი რო იყო ტუღუში არ იყო. სოზარ სუბარი. არა, სოზარიც არ იყო მაშინ. მოკლედ დიახ. გაგვახსენდება არა უშ. უნდა ჩამეწერა მოკლედ და ეს დევს იმაში მის ანგარიშიც არის და ვიდეო გამოსვლაა თვითონ რომ გამოდის და ამბობს რომ ესეთ რაღაცას მიპირებდნენ. ანუ მე დავრჩი მოსაკლავი, მაგრამ მომის რომ ბეწვზე ხელისუფლების შეცვლა და კიდევ ერთხელ მადლობა ბატონ ბიძინას და ხელისუფლება რომ შეიცვალა და ახალი ხელისუფლება მოვიდა, თორემ მეც ალბათ აღარ ვიქნებოდი. ბატონი ალუდა გთხოვთ. პირველ რიგში მადლობა მინდა გითხრათ თქვენ არა მარტო იმისთვის რომ დღეს აქ მობრძანდეთ და საზოგადოებას გაახსენეთ კიდევ ერთხელ ის რას თქვენთვის ძალიან მძიმე არის. მე პირველ რიგში მადლობას გეუბნებით იმისთვის რას თქვენ შეძელით და ეს გააკეთეთ არა თქვენი შვილისთვის. არა თქვენთვის პირადად, არამედ გააკეთეთ იმას შვილებისთვის, ვისაც თქვენ საუთეს უბედურება არ შეემთხვა. მე მინდა ქალბატონ ირინა ახსენეთ და როგორ შეიძლება რომ ის სულს პატივი არ მივაგოთ, რომელიც არის სიმბოლო ბოროტებასთან ბრძოლის. გავა წლები და ისტორია ნამდვილად ასე დაამახსოვრდება ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს როგორ ებრძოდა და როგორ ებრძოდით რეჟიმს. თქვენ როდესაც ახსენებთ რომ იმას რომ მე ვერ მომკლესო, მე მინდა გითხრათ რომ და საზოგადოებას მინდა უთხრა რომ ეს ფიზიკურ სიკვდილზე არის საუბარი, თორემ ისე როდესაც დედას შვილს მოუკლა, ის რა თქმა უნდა რომ მისთვის თქვენ სიტყვაში ახსენეთ რომ ჩემთვის ცხოვრება მაზრი დაკარგა. მაგრამ აი სწორედაც აი თქვენ როდესაც ყვებოდით გეტყვით რომ თქვენი შვილი საქმე რომ მომიტანეს, რამოდენიმე ადამიანს გადაეცემოდა ხელიდან ხელში იმისთვის რომ ადამიანებს ეშინოდათ იმისთვის რომ ადვოკატთან მისულიყო და ეთქვა რომ მე ამ სიტუაციაში ვარ ჩართული. ეს საზოგადოებას მინდა უთხრა და აი როდესაც დღეს აი ჟურნალისტებმა სანამ აქ შემოვიდოდი და კითხვას რომ მისმევდნენ პროტესტთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ღიად საჯაროდ ვიძახი. არავის არ ეზღუდება პროტესტი, ყველას აქვს უფლება, რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ ერთხელ მორიგჯერზე გავიმეორებ. ჩვენ არ ვართ ბოროტები. ღმერთმა დაგვიფაროს. ჩვენ არ ვართ ბოღმიანი ხალხი და ჩვენ არ ვართ ბოროტები. აი ის რაც სკოლაში რაც ჩვენ სამწუხარო ისტორიიდან მოვისმინეთ, ეს ბოროტების გამოძახილი არის. ეს პატარა კაცების გამოძახილი არის. ურ შეიძლება ღირსეულად მართავდე ქვეყანას და იძახდე რომ ხელი არ აგიკანკალდეს? როგორ შეიძლება ღირსეულად მართავდე ქვეყანას და იძახდე ნოლევან ტოლერანტობას? მაშინ როცა 11 მილიონი დახარჯე იმისთვის რომ უკაცრავად და საზოგადოებას ბოდიშსუხდი საკუთარი ტანის კორექციისთვის და ამას ეხლა უტიფრად საზოგადოებას ნაცარს აყრე, როცა შავებში ჩასმული მშობლების თვალებში ჩახედვის თავი არ აგავს, რა მართლობაზე ლაპარაკობ? ჭირს აუღია და წყალს აუღია კიდე ყოველგვარი პოლიტიკა და ყოველგვარი პარტია კიდე. რაც არ უნდა აიკრძალოს, სულ რო არაფერი არ აიკრძალოს და სულ რო ეხვეწებოდნენ რომ მოდი აგერ შენი პარტია, მოდი არჩევნებში მიიღე მონაწილეობა. ერთი ადამიანის გაუბედურებათ არ ღირსეს, მით უმეტეს ჩვენისთანა ერისა, რომელსაც გააჩნია ღირსება.
ოთარანთქრივი არ დაწერილა სადღაც სხვაგან და ოთარანთქრივი არის სწორედაც განსხოველებული თქვენში ქალბატონ ირინაში და იმ მებრძოლი ადამიანებიდან და არ დამავიწყდება კიდევ ერთხელ ვიძახი რა თქმა უნდა ამას არავის არ ვამადლით რომ დღეს ზოგიერთი ადვოკატი დამწყები თუ მოქმედი თუ ასე შემდეგ იქ პოზიციონირებს კამერებთან როგორ არის მათი ადვოკატი ასე შემდეგ ღმერთმა ხელი მოუმართოთ და უნდა დაიცვათ რა თქმა უნდა სირთავენ ციხეში და იქიდან რა თქმა უნდა ამაზე მეტი რა გინდა რა თქმა უნდა ყველას აქვს უფლება რომ ყავდეს ადვოკატი და უნდა დაიცვათ და რა თქმა უნდა ეს უნდა გააკეთოთ აუცილებლად უნდა გააკეთოთ და ვინც ამაში ხელს შეგიშლით აგერ მე პირადად გეუბნებით რომ მე პირადად დავინტერესდები ამაში რომ ბუნებრივია ეს ასე უნდა იყოს მაგრამ როდესაც ცხეთის ქუჩაზე ვაკეში თქვენი ოჯახის წევრის თანდასწრებით შუმად მომიტანეს საქმე და სასამართლოში რო კრძალავდნენ იმას რომ იქ პროტესტს რო ვერაჩერებდნენ და რამოდენიმე მეტრით კანონში განახორციელეს ცვლილება იმის რომ პროტესტი აკრძალულიყო და პროტესტი რაზე იყო ლაპარაკი რომ ვიღაცას პლაკატი დაეჭირა და ეთქვა რომ სიკვდილი არ შეიძლება ქუჩაში ადამიანის სიკვდილი არ შეიძლება ამაზეა ხალხო ლაპარაკი თქვენ ძალიან დიდი მადლობა და რა ვიცი კიდევ ერთხელ ეს არის მაგალითი იმისა რომ აი ეს პატარა კაცები აი ეს ვითომ მაგარი რეჟიმი სინამდვილეში დამარცხდა თქვენთან დამარცხდა ქალბატონ ენუქიძესთან და ეს მინდა კარგად გაიაზრონ იმათმა ვინც დღეს მათ გვერდში არის დიდი მადლობა თქვენ დიდი მადლობა და კიდევ ერთს გავიხსენებ თქვენ სიკეთე ახსენეთ რომ ჩვენ არა ვართ ბოროტები და სწორედ არ შეგვიძლია ამ საშინელების ჩადენა და იმიტომ ბედავენ დღეს ესენი ესე რო არიან ასეთ ამბავში და მე მინდა გავიხსენო ერთი ფაქტი ერთ-ერთი დამნაშავე იაშვილი რომელიც იყო ვაკის პოლიციის უფროსი თუ არ მეშლება მაშინ საიდანაც იარაღი წამოიღეს ის იყო ციხეში და დამიკავშირდა მისი შვილი და მითხრა თუ შეიძლებაო გთხოვოთ ესეთი რამეო მამა უკვდებაო და იქნებო იადეიდაო გამოაშვებინოთო და ნახოსო მამაო და სხვათა შორის მე მივეცი ამის უფლება და არ ვნანობ იმიტომ რომ იაშვილი გამოუშვეს ციხიდან და მალევე გარდაიცვალა და ის არ იყო დიდი დამნაშავე ამ საქმეში მით უმეტეს არც იცოდა მივიდნენ შევარდნენ და ეს იარაღები წამოიღეს იქიდან რისთვის მიქონდათ სად მიქონდათ ეგეც არ იცოდა უბრალოდ მე ისიც იმ ადგილზე მიიყვანეს ჩართეს მთელი სისტემა და მე ამითი ძალიან კვაყოფილი ვარ რომ ეს გავაკეთე და ის გამოვაშვებინე და ბაქრაძის შვილები მადლობას მიხდიდნენ და ტიროდნენ და უბედნიერესები იყვნენ რომ მე მათ შეუნდე და ვაპატიე და მან ყველაფერი აღიარა და კიდევ ერთხელ უხდი მადლობას მიუხედავად იმისა რომ დანაშაულში ჩართეს ეს ადამიანი მაგრამ ფაქტიურად მან გახსნა ეს საქმე და მე მადლიერი ვარ მისი ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ და ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ მიმართავ დაფიქრდით შვილებო გადახედეთ ამ უახლოეს ისტორიას გადახედეთ იმ ტრაგედიებს ყველა მასალა დევს ფაქტები სურათები ვიდეოები და დაფიქრდით ვის უჭერთ მხარს აი ეს მინდა კიდევ ერთხელ მადლობა ბატონ სოზარს აქვს განცხადება სურს ქალბატონია წერან თქვენი მიდან მონაყოლიდან ცოტა ისეთი გაურკვეველი ის დარჩა იმიტომ რომ ნამდვილად, როდესაც მეორედ დაიჭირეს ბიჭები, სწორედ პარლამენტში მოხსენების შემდეგ მოხდა როგორც ბაშალიშვილის დაპატიმრება, ისე ამ ბიჭების გამოშვება, მაგრამ პირველი გამოშვება როცა მოხდა მეორე თუ მესამე დღეს, ამ შემთხვევაში პირადად მოსამართლემ ნინო შარაძე იყო მოსამართლე, რომელმაც გამახსენეთ, ეს არ მინდოდა დამვიწყებოდა, ხო? იმ პერიოდში ძალიან რთული იყო, რომ მოსამართლეს მიიღო ასეთი სისტემის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება და ეს გამახსენეთ, მოვდიოდი მომზადებული რომ ეგ უნდა მეთქვა და დამავიწყდა ქალბატონი ნინო შარაძე უღრმესი მადლობა მას იმ დროს რომ გაბედა სხვათა შორის მეორე დღესვე მოხსნეს ადგილი მოსამართლე რომელმაც მესამე დღეს ბავშვები იმ წუთას დარბაზიდან გაუშვა და ესეც გამოაცხადა მე ვერ ვხედავ ამ ბავშვებში რაიმე დანაშაულსო და გაანთავისუფლა როგორ მადლობთ რომ ეს გამახსენეთ და ისიც გაანთავისუფლეს შემდეგ დასაჯეს გაანთავისუფლეს სამსახურიდან და კიდევ კარგი რომ უარესი არ უქნეს და მარტო გაანთავისუფლეს მადლობა მას, იმიტომ რომ მოსამართლე ყოფილიყო ასეთი გაბედული იმ დროს ეს გმირობის ტოლფასი იყო ნამდვილად. დიდი გმირობა იყო, დიდი გმირობა. მადლობა ქალბატონოია, მე დიდი იმედი მაქვს რომ ისინი ვინც გვისმენენ, ვისაც არ ახსოვს ან არ უნდა რომ ახსოვდეს, მაგრამ პირველ რიგში მაინც ახალგაზრდებს
ვინც 2004 წლის გიორგობის დღეს ან დაბადებული არ იყო, ან მცირეწლოვანი იყო და დღეს მის დაუნებურად ეხმარება იმ ბოროტ ძალას. სტელობებია, რა თქმა უნდა, წარუმატებელი, რომ ისევ ხელისუფლებაში მობრუნდნენ. ჩვენი ვალია ვუთხრათ, ვინ იყო მაშინ ხელისუფლებაში, მივცეთ ამას პოლიტიკური და არა მხოლოდ პოლიტიკური შეფასება და მე დიდი იმედი მაქვს ქართული ოცნების პოლიტიკურ გუნდთან ერთად, რომ ჩვენი დასკვნა იქნება ერთ-ერთი წვლილის შემტანი იმისათვის, რომ ასეთი პოლიტიკოსები ვეღარ მონაწილეობდნენ პოლიტიკურ პროცესში. მიშა სააკაშვილის, მაშინდელი საქართველოს პრეზიდენტის ადგილი ნამდვილად არის საპატიმროში, მისი ადგილი ციხეშია და ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მისი ხელმძღვანელობით ვერავინ მისი, ასე ვთქვათ, თანამებრძოლი ვეღარ მოხვდეს ხელისუფლების სათავეში და იგივე უბედურება არ ეწვიოს დღევანდელ ახალგაზრდა სტუდენტ ქალებს, რომლებიც დედები უნდა გახდნენ, რომელი უბედურებაც თქვენ დაგატეხეს თავს. ჩვენ ახლა მოусმენთ თქვენს შემდეგ ბატონ გოჩა მუკბანიანს, რომელიც შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა, ის იყო მაშინ ჟურნალისტი და შინაგან საქმეთა სამინისტროს პიარ სამსახურისა და მთლიანად აი ამ სცენების დადგმის ხელმძღვანელის გურამ დონაძის, რომელიც ასევე ქართული ოცნების ხელისუფლების დროს უკვე ამ საქმეზე სასჯელს იხდიდა ციხეში, მისი ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელსაც უნდა გადაეღო სცენა თითქოს და თქვენი ვაჟი იყო შეიარაღებული. მისი მოსმენა ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით მობრძანებისთვის და ამ მტკივნეული ფაქტების გახსენებისთვის. მე გიხდით ძალიან დიდ მადლობას, რომ მომეცით საშუალება, რომ მივმართე ისევ საზოგადოებას და ისევ ბავშვებს, ამ ახალგაზრდებს და ასევე მინდა გითხრათ, რომ მთელი საზოგადოება დიდი იმედით ელოდება სწორედ ამ კომისიის საბოლოო დასკვნას, რომ ეს ბოროტება ერთხელ და სამუდამოდ აღიკვეცოს ჩვენს ქვეყანაში და აღარ განმეორდეს და ყველაფრის უფლება მათ ჩამოერთოთ საერთოდ პოლიტიკაში არსებობის და დიდი იმედით ელოდება ამას. დიახ, სიმბოლურია, ახლა გამახსენდა, რომ მგონი დღეს არის როდესაც თქვენი ვაჟი მოკლეს, ამას სხვა სიტყვა არ ქვია. ერთ-ერთი დავალების გამცემი უნდა ყოფილიყო მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. მისი სასამართლო პროცესი არის დღეს, ვინაიდან მან იუკადრისა ჩვენი კომისიის წინაშე გამოცხადდება, ამისათვის ერთ წლამდე საპატიმრო სასჯელს ითვალისწინებს სხვებს შორის სისხლის სამართლის კოდექსი და რაოდენ სიმბოლურია, რომ როდესაც თქვენ დღეს თქვენი შვილის კვლელობაზე საუბრობთ ჩვენი კომისიის წინაშე, დღეს სასამართლო იხილავს მისი სავარაუდო დანაშაულის საქმეს, როდესაც მან უარი თქვა. ერთის მხრივ არ გაგიკვირდება ადამიანს, რომ უარი თქვა, იმიტომ რომ მას ჩვენ ბუტაროფაგიცეზეც დაუსვამდით კითხვას, რატომ გასცა და თუ გასცა მან ბრძანება მისი შვილის თქვენი შვილის ლიკვიდაციის შესახებ, მხოლოდ იმიტომ, რომ დამნაშავე პატრულის რეპუტაცია გადაერჩინა, გასწირა ახალგაზრდას, ახალგაზრდების სიცოცხლეები, ისე რომ არც დაფიქრდა მინისტრი კაცი. ყოველ შემთხვევაში ასე ამბობენ, რომ მისი დავალება იყო ეს მისი და რა თქმა უნდა სააკაშვილთან შეთანხმებით. ეს იყო მათი ერთობლივი გადაწყვეტილება. ამაში ჩვენ არ გვეპარება, რომ სააკაშვილი იყო ყველა ბოროტების წყარო. ის თუ გვისმენს მისი საპატიმრო ამჟამინდელი ადგილსამყოფელიდან ძალიან ნიშნულოვანია, რომ ახლა მაინც შეაფასოს ის დიდი ბოროტება ობიექტურად თუ ამის უნარი შესწევს. არავითარ შემთხვევაში ეგ არ შეაფასოს, ეგ არის პირდაპირ, აი როგორ ვთქვა, არ მინდა რაღაცა ცოტა ისე გამომივიდეს, მაგრამ ნამდვილი სატანაა, რომელმაც ამ წუთას ვხედავთ ღიად სატანის ეშმაკის და უფალს შორის ბრძოლას, აი ღიად ჩანს ეს ყველაფერი და უფალი ყოველთვის რა თქმა უნდა გაიმარჯვებს და იმარჯვებს. დიდი მადლობა ქალბატონო. თქვენ მადლობა, რომ კიდევ ერთხელ მომეცით საშუალება, რომ ეს ყველაფერი მეთქვა. მადლობა. ბოდიში რომ ვერ გაცილებთ, ჩვენ ბატონ გოჩას უნდა მოусმინოთ. მადლობა დიდი, კარგად ზარდებით. მადლობა, ნახვამდის. გოჩა მუკბანიანი, რომელიც ჟურნალისტის სტატუსით შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა, შემთხვევის ადგილას, რომელიც გაყალბდა